მილანი კორტინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება. იტალიაში ზამთრის 25-ე ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამდე საბოლოო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ზამთრის თამაშებს შორის 2026 წლის ოლიმპიადა ყველაზე დიდ ტერიტორიაზე იქნება გაშლილი. ორი მთავარი ადგილი, სადაც ოლიმპიადის ძირითადი თამაშები გაიმართება, ერთმანეთისგან 400 კილომეტრითაა დაშორებული. ცერემონიამდე რამდენიმე დღით ადრე მილანში ძლიერი წვიმები იყო. ხოლო სამთო სათხილამურო საკურორტო ქალაქ კორტინა დამპეცოში სველი თოვლი მოვიდა, რამაც დოლომიტის ალპების ხედები დაფარა. თუმცა ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ ნისლი გადავა და ოლიმპიადაზე ჩამოსულ დელეგაციებს, გულშემატკივრებსა და უბრალოდ სტუმრებს ალპების ნახვის შესაძლებლობა მიეცემათ. ოლიმპიადამდე სულ ცოტა დრო რჩება. შესანიშნავი ატმოსფერო და საერთაშორისო გარემო არა ძალიან ამაღელვებელია. იმედი მაქვს უნიკალური შესაძლებლობა იქნება ყველას ვაჩვენოთ, როგორი ადგილები გვაქვს იტალიაში და რისი გაკეთება შეგვიძლია. სამთო სათხილამურო კურორტი, რომელიც ზღვის დონიდან 1200 მეტრზე მდებარეობს, ოლიმპიურ თამაშებს მეორედ მასპინძლობს. კორტინა დამპეცომ პირველად ოლიმპიურ თამაშებს 1956 წელს უმასპინძლა. ქალაქში მუდმივად მხოლოდ 5400 ადამიანი ცხოვრობს. თუმცა მცირე ზომის მიუხედავად, კორტინა დამპეცო ოლიმპიადისა და ათასობით ვიზიტორის მისაღებად დიდი ხანია ემზადება. სპორტული ღონისძიებების პარალელურად ქალაქში გაიხსნა მაღალი კლასის მოდის მაღაზიები და მიშელინის ვარსკვლავის მქონე რესტორნები. მრავალთვიანი მზადების მიუხედავად, გარკვეული სამუშაოები კურორტზე ოლიმპიადის დაწყებამდე ერთი დღით ადრე მაინც მიმდინარეობს. ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ ეს მათ ბიზნესს ხელს არ შეუშლის. ყველა სამშენებლო ობიექტი ჯერ კიდევ ღიაა. ვფიქრობ, რომ კარგად ორგანიზებული არ იყო. ჩვენ მაღაზიის მეპატრონეებსაც გვიჭირს, რადგან სამწუხაროდ ირგვლივ ჯერ კიდევ ცოტა ხალხია. ვიმედოვნებთ, რომ ოლიმპიადის გახსნასთან ერთად გაიზრდება ვიზიტორების რაოდენობაც. ჩემი აზრით, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ნამდვილად ვფიქრობ, რომ ზოგიერთი სამუშაო ცოტა გვიან დაიწყეს, მაგრამ საერთო ჯამში ორგანიზება კარგია. ვიმედოვნებთ, რომ წარმატებას მივაღწევთ. მილანში სხვადასხვა ქვეყნის გულშემატკივარი უკვე ჩავიდა. ძლიერი წვიმის მიუხედავად, ქალაქის პიაცა დელ დუომოს მოედანზე ბევრი სტუმარი იყო შეკრებილი. სპორტი ძალიან მიყვარს. აქ ატმოსფერო მართლაც განსაკუთრებულია. ნამდვილად ამაღელვებელია. სოფლიო მასშტაბით ამ ყველაფრის განცდა ძალიან მაგარია. იმედი მაქვს გავიზრდებით როგორც საზოგადოება, მე კი რა თქმა უნდა მხარს ამერიკის შეერთებული შტატების გუნდს დავუჭერ. იტალიაში ოლიმპიურ თამაშებზე თავიანთი საყვარელი სპორტსმენებისა და გუნდების საგულშემატკივროდ მთელი მსოფლიოდან ჩადიან. სარა და ენდრიუ მაგინესები იტალიაში 7 თვის შვილთან ერთად კანადის ჰოკეის ნაკრების საქომაგოდ ჩავიდნენ. ისინი იმედოვნებენ, რომ კანადის ნაკრები ოქროს მედალს მოიპოვებს. მე მიყვარს ოლიმპიადა. ისეთი შეგრძნება გეუფლება თითქოს მთელი მსოფლიო ერთიანდება. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ქვეყნით ვიამაყო და დრო იმ ადამიანებთან ერთად გავატაროთ, რომლებსაც სპორტი აბედნიერებთ. ვფიქრობ, არაჩვეულებრივია, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ვიკრიბებით. კი, იბრძვიან ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალებისთვის, მაგრამ დღის ბოლოს მთელი მსოფლიო აქ ერთიანდება და სწორედ ესაა ის, რაც ძალიან გვიყვარს. მილანი კორტინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია 6 თებერვალს გაიმართება. თუმცა პირველი შეჯიბრებები უკვე 4 თებერვალს დაიწყო. გახსნის ცერემონიამდე კერლინგის, ჰოკეისა და სნოუბორდის პირველი ეტაპები მიმდინარეობს.